საყდრის ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებული საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს გასცდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, აჟიოტაჟი წინასაარჩევნოდ ხელოვნურად იქმნება გარკვეული წრეების მხრიდან და ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ირღვევა მემორანდუმით დადგენილი პუნქტები და საყდრის ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს. ოდიშარიას განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო მიუკერძოებელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას, საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს და მიიღო არაჯანსაღი სახე. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. დილზე ჩავედით, მოვინახულეთ ობიექტი და იქ სამუშაოები ჩვენი შეთანხმებისაგან არ მიმდინარეობს. უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა უცხოელების ჩამოყვანის თარიღის დათქმა, ეს იქნება დაახლოებით 7-6 დღის ფარგლებში და შესაბამისად ის ჩვენი შეთანხმება, რაც აქამდე ქონდა და გვაქვს მიღწეული, იქ სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ამ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანის შემდგომ.